ეს ტურის ბოლო კონცერტია. ბოლომდე უნდა შევასრულოთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ავიღოთ მინსკი. ეს ქალაქი უნდა ავიღოთ, ამისათვის რა არის საჭირო? მინსკის ასაღებად სუხიშვილებს 2 საათნახევარი და 20-მდე ნომრის შესრულება დასჭირდათ. ძველი პროგრამით შედგენილმა კონცერტმა სრული ანშლაგით და დარბაზის მხურვალე აპლოდისმენტებით ჩაიარა. ნაციონალურ ბალეტს ბელორუსში რესპუბლიკის სასახლე მომასპინძლა. ტურნეს ბოლო კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. მაყურებლებიდან სუხიშვილების შემოქმედებას ბევრი იცნობდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ქართული ნაციონალური ბალეტი სცენაზე პირველად ნახეს. ძალიან ლამაზები და ნიჭიერები არიან, აღფრთოვანებული ვარ მათი ცეკვით. ყველა ცეკვა განსაკუთრებულად მომწონს, განსაკუთრებით ხანჯლური. პირველად ვარ და ყველა ულამაზესი ცეკვა. როდესაც ქალები ცეკვავენ, ეს რაღაც სასწაულია. კაცები ძალიან ცეცხლოვანები და ტემპერამენტიანები არიან, მაგრამ ქალები თითქოს ჰაერში მოძრაობენ. ეს მსოფლიო სასწაულია. And Oscar goes to Tabunadva. კონცერტამდე სუხიშვილების წევრებს შორის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მათ ვინც ტურნეს განმავლობაში თავი ყველაზე მეტად გამოიჩინეს, სიმბოლური ოსკარი და სპეციალური სიგელები გადაეცათ. საჭირო იყო ისე ჩატარდა ყველაფერი. სრული მთელი კონცერტები მიდიოდა ანშლაგით. ხალხი ძალიან ბევრი, მთელი ოვაციები, ემოციები, აი ყველა ისე თბილად გვიღებდა. აი დღესაც დავაგვირგვინეთ, როგორც ჩვენ გვეკადრება სუხიშვილებს. მინსკის კონცერტამდე სუხიშვილებმა უკრაინის 34 ქალაქში მოგზაურეს და 37 კონცერტი ჩაატარეს. ვერ ვეჩვევი იცით ამ წარმატებას, ყველა კონცერტის წინ მაინც ვღელავ და ყველა წარმატების მერე რაღაც საოცრად მიხარია. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. პირველ რიგში ბედნიერი ვარ და ამაყი, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანას უკრავენ ტაშს და ეს ტაში ეკუთვნის მთელ საქართველოს. და აი ეს არის ძალიან ამაღელვებელი ჩემთვის. მთელი ტური იყო ესეთი წარმატებული და დიდი დარბაზები, რაც იყო ეს კიევი იყო, მინსკი იყო, კიშინიოვი იყო, პატარა ქალაქებშიც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ჩვენზე აქ უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, ამ ქვეყნებში. ყოველთვის კარგად გვიღებენ. სუხიშვილების 2012 წლის ტურნე დასრულდა. ნაციონალური ბალეტი კონცერტისათვის მზადებას უკვე ქართველ მაყურებელთან შესახვედრად დაიწყებს.